2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების დედები ღირებულებითი განათლების კლუბის წევრებს და პედაგოგებს შეხვდნენ. ღონისძიება ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178 საჯარო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებმა აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების დედებს მათ მიერ მომზადებული წერილები წაუკითხეს. შეხვედრა 178 საჯარო სკოლაში ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში გაიმართა. კლუბის წევრებმა მუსიკალური ნომერიც წარმოადგინეს. შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ღირებულებითი განათლების კლუბის დამფუძნებელმა დეკანოზმა შალვა ჯაჯანიძემ გახსნა. სასულიერო პირმა დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდნენ აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების დედები და საინტერესო ღონისძიებისთვის სკოლის მოსწავლეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტედ შეირჩა თბილისის 25 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 30-ზე მეტი კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1000-მდე მოსწავლეა ჩართული. ბავშვებთან გვაქვს ხოლმე სხვადასხვა თემებზე საუბარი და ერთ-ერთი მათი ინიციატივა იყო თავად, რომ მომხდარიყო შეხვედრა გარდაცვლილი ჯარისკაცის დედებთან, მათ თვითონ სურდათ რომ წაეკითხათ წერილები ამ დედებისთვის და ეს ინიციატივა თავად ბავშვებისგან მოდიოდა, ემოციური იყო მათთან შეხვედრა. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს ადამიანები უპირველეს ყოვლისა სამშობლოსთვის თავს წირავენ, მაგრამ ეს ადამიანები აღიზარდნენ ოჯახში, დედებისგან ისწავლეს სამშობლოს სიყვარული და ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ დედებთან შეხვედრა, მათი ემოციების გაზიარება, ჩვენი ემოციების გადაცემა მათთვის და ბედნიერები ვართ კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, რომ მოგვიწვიეთ. ჩვენი გმირი სახელების ასეთი გაჟღერებისათვის ურმესი მადლობა, რა თქმა უნდა. აი ეს დღევანდელი საპატრიარქოს დიდი ღვაწლით ეს ყველა სკოლაში უნდა იყოს აუცილებლად. აი ამ თაობამ და შემდგმა თაობამ უნდა იცოდნენ ჩვენი შვილების ღვაწლი. სერგო გოროზიას დედა ვარ, რომელიც დაიბადა სოხუმში. მსახურობდა მე-4 ქვეით ბრიგადაში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ბრძოლაში დაიღუპა. ეს ბავშვები არც იქნებოდნენ მეტწილად დაბადებულნი 2008 წელს და დღეს როგორ გაგვახარეს, როგორ მხნეთ მოგვიყვეს ლექსები და სიმღერები და მინდა დავაფასო, მადლობა უთხრა ყველას. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ღირებულებათა კლუბმა. დიდი მადლობა საპატრიარქოს მეუფე შიოს, მამა შალვას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ხუთშაბათი არ ყოფილა, რომ ბავშვები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული თითოეული მოსწავლისათვის. და ვისურვებ, რომ კიდევ უფრო ფართო მასშტაბი მიეცეს. ძალიან დიდი პატივია ჩვენ სკოლაში ასეთი გმირი დედების სტუმრობა. ასეთ გმირებზე დგასოდითგანვე საქართველო. პირველ რიგში ვიტყვი ამ კლუბზე, რომელიც ჩვენ სკოლაში ტარდება ყოველ ხუთშაბათობით და არის ძალიან უამრავი ღირებულებების მასწავლებელი. და მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში მამა შალვას და ანის მასწავლებელს, რომელმაც შესაძლებელი გახადა ამ კლუბის ჩვენ სკოლაში ჩატარება. ჩვენ ძალიან ბევრ აქტივობას ვატარებთ ასევე ქალაქის გაცნობა, თუნდაც ამ გმირი დედების გაცნობა. დღევანდელი ღონისძიება იყო ძალიან ცნობიერების ამაღლების პროექტი, რადგან ყველამ უნდა იცოდეს თავისი წარსული. ეს პროექტი ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას და 3 წელია ხორციელდება ამ სკოლაში. ჩემი ხელმძღვანელობით ქვია ომისამართო წერილები გმირ დედებს, რომელთა შვილებმაც თავის სამშობლოში შესწირეს და მართლაც ყველა თითოეული ბავშვის ვალია, რომ იცნობდეს იმ დედას, აფასებდეს. გვყავს აქ გმირი დედები ძალიან ბევრი და მათ დაფასება და პატივისცემა უნდათ და სწორედ აქედან წამოვიდა ეს იდეა თავდაპირველად.